გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. შენობაში განთავსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, ასევე გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. ლაბორატორიები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით და კვლევის სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი აჭარაში რამდენიმე ობიექტს მოინახულებს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბსაც გახსნის. გასული სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვიმყოფებოდით გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, სადაც ადგილზე ჰქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიომრავალფეროვნების, წყლის ხარისხის, შავი ზღვის მონიტორინგის შესაძლებლობებს, რასაც ქმნის აღნიშნული სააგენტო, აღნიშნული ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, აჭარისთვის, განსაკუთრებით შავი ზღვის მონიტორინგის და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების მონიტორინგის თვალსაზრისით. ეს ლაბორატორია უზრუნველყოფს როგორც ჰაერის, ასევე წყლის დაბინძურების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, ეს ერთობლიობაში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მოურთხილდეთ გარემოს და გქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ მონიტორინგის ქვეშ უზრუნველყოთ განვითარება და სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირებები იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.